გამარჯობათ მეგობრებო. ვგსოვო და თვლები ჩამიცვივდა, როგორ ქვია, როგორ ამბობთ ხოლმე. აი აქედან. და დარჩა სადღაც მოსაქსოვი, ხო, ქვევით გაქვს თვლები სადღაცას. მაგალითად, აი ეს, ამას რას ეძახით, არ ვიცი, ჩვენ ვამბობთ ხოლმე თვალი ჩამივარდა. აი ეს, სადღაცას ქსოვდი და იპოვე, რომ წასულა აგერ ეს აქ ჩამოსულა უკვე, აქედან გადმოვარდნილა და შენ ვერ დაინახე, ხო? ახლა როგორ უნდა ამოიყვანო ეს? თუნდაც ჩვეულებრივი ჭხირით. ყველა რიგი თანმიმდევრობით უნდა ამოიყვანო, ნახე? ყველა რიგი. არა მაქვს არც ყაისნაღი მაქვს არაფერი და 3-4 რიგი აგერ ჩავარდნილა და კარგულა აქედან და თანმიმდევრობით აი ეს ძაფები უნდა მოძებნო ამის შემდეგ რომელია. ნახე? და გადაიყვან. ამის შემდეგ რომელი ძაფია. აქედან ზევით არ გადახვიდე, თანმიმდევრობით. და გადაიყვან. შემდეგ რომელია. და გადაიყვან. ასე თუნდაც აქ იპოვო სადღაც ჩამოსული ზუსტად იმ აყოლებაზე, იმ ხაზზე, სულ თანმიმდევრობით უნდა მიყვე და ამოქსოვო ეს. ახლა პრობლემა რა არის, ნახეთ. დავშალეო და სადამდეც მინდოდაო იმის ქვევით წავიდა ახლა ეს თვლებიო, ბევრიო და როგორ ამოვიტყვანო ახლა ისინი როგორ ამოვგსოვო. აი ნახე ახლა აქ წაღმაც არის, უკუღმაც არის და დაშალე შენ და წავიდა ეს თვლები, აგერ ჩამოიშალა სადღაცას, რომელიღაცა, რამდენიღაცა, ხო? ნახე. ხო დაიშალა ახლა ეს. აიღე ყაისნაღი, თუ არ გაქვს ყაისნაღი გაჩვენე კიდე როგორ შეიძლება ჭხირებითაც ამოქსოვა და სულ სათითაოდ ეს თვლები დაგეშალა რაღაცა შლიდი და უფრო ბევრი ჩაგეშალა რამდენიმე თვალი. თანმიმდევრობით ამოიყვანე. ეს არის ნაპირის თვალი. აი ასე. ამოქსოვე, ეს წაღმა თვალია და იქიდან აქეთ უნდა გამოიყვანო. თანმიმდევრობით აუცილებლად. ასე. ვერაფერიც ვერ ამოვიყვანი. აი, ასე. ახლა, გადავიტანე ეს აქ. ამას რა უჭირს? ნახე ზოგი სად წავიდა, აი სად არის. ახლა ასე ჩამოგეშალა, ხო? არ გჭირდებოდა და ძალიან ბევრი. ამის შემდეგ რომელია? ახლა ეს თვალია. აი ასე. და აუცილებლად თანმიმდევრობით აი ეს ძაფები აქ. რიგის მიხედვით ხო ჩანს, აი რომელი სად არის. შემდეგი რომელია. ნახე და აკვირდი. აქედან აქ არაფრით არ ამოიყვანო. აი ეს არის ახლა, ხო? ნაპირის თვალი. აუცილებლად ამას ამოიყვან ჯერ. ნახე. შემდეგი ეს არის. ამოიყვან. შემდეგი ეს არის. ამოიყვან. აი ასე უნდა ამოქსოვო სათითაო თვალი, აი ასე თანმიმდევრობით. არ გადაახტე იმ ძაფებს ზევიდან და ზევიდან არ ამოიყვანო. ამის შემდეგ ხო ეს არის, არა? ახლა ეს ამოიყვანე. არ ვიცი სადა ვარ. აი ასე. ამის შემდეგ ეს არის და ამოიყვანე. აჰა, ამოვგსოვე ერთი თვალი. თანმიმდევრობით მივყვები აქედან, ხო, რაც დამეშალა დაუშვათ. არ ვიცი, რამდენი დაგეშალა, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა. ნახე ახლა ეს სადღაც გაჭერდა. აჰა, ეს უკუღმა თვლებია, წაღმა თვლებია, რასაც ქსოვდი და
ქსოვდი არა დავუშვათ ქსოვდი ხო და ჩავარდა ის ვნახეთ აი დაშალე ის რაღაცა და რომელი თვალია ახლა უნდა დააკვირდე ქვევიდან ხო წაღმა არის ესაც ახლა ნახე ახლა თან აუცილებლად შემდეგ რომელი ძაფი მოყვება იმ ძაფს გამოვიყვან თვალში შემდეგი ნახე აი შემდეგი ეს არის და არა ის იმ ძაფს გამოვიყვან აი შემდეგი ახლა ამ ძაფს გამოვიყვან შემდეგი ახლა ამ ძაფს გამოვიყვან და ამოვედი ზევით ხო გადავიყვან ჭხირზე ნახე ახლა უკუღმა თვლები ყოფილა მოქსოვილი და მე ის რაღაცა რო დავშალე და ეს თვლები წამოვიდა ზედმეტად უკუღმა თვლებია ახლა ეს უკუღმა უნდა ამოქსოვო კარგი მე ამას წაღმა ვქსოვდი მაგრამ ეს უკუღმა უნდა ამოქსოვო წაღმა არა იმიტომ რომ ნახე ქვევით უკუღმა არის მოქსოვილი შემოვტრიალდებით შემინება არ არის ეს ხო იქით და აქეთ შემიძლია წავიღო და წამოვიღო ხო ნახე აუცილებლად თანმიმდევრობით დავალაგებ აი ამ ძაფებს აი ეს არის თანმიმდევრობით რომ ამ რიგის შემდეგ ეს ყოფილა მოქსოვილი ამ რიგის შემდეგ ეს ყოფილა მოქსოვილი ამ რიგის შემდეგ ეს ყოფილა მოქსოვილი და ამოვალ ის უკუღმა თვალი აქედან ხო წაღმა არის ხო გამოვიყვან წაღმა შემდეგი რიგი ეს ყოფილა გამოვიყვან წაღმა შემდეგი რიგი ეს ყოფილა ეს ძაფი არა ეს არა ხო ეს ყოფილა აი ამის შემდეგ ეს არის გამოვიყვან ამასაც წაღმა გადავიყვან ჭხირზე აქედან ხო გამოვა უკუღმა აბასაც წავა ხო შემდეგი ერთი კიდე მაქვს აქედან წაღმა იქიდან უკუღმა ნახე აი სად არის ჯერ დაალაგე ეს ძაფები თანმიმდევრობით და დაიწყე შემდეგ აი ასე გამოიყვანე აქედან წაღმა იქიდან უკუღმა უნდა იყოს ეს თუ გაგიადვილდება უკუღმა მოიყვანე არც ეგ არის პრობლემა აი ასე და კიდევ ამბობ თუ არა გაქვს ეს ყაისნაღი და ლოცვილი ნახე ახლა წეგან ხომ მოგვსოვეთ ახლაც გავაკეთოთ იგივე აი ასე ამოვიყვან აი ასე ახლა შემოვტრიალდები სულ ამოვგსოვე ნახე ყველა ოღონდ ეს უკუღმა ახლა ასე უნდა შეატრიალო რომ მოგგსოვო ხო ესაც აი ასე უნდა შეატრიალო რომ აი ასე რომ მოგგსოვო ეს სად არის ნახე ყველა თვლები ამოვგსოვეთ ჩვეულებრივად წაღმა თვალია აქეთ გამოიყვან უკუღმა იქით გაიყვან ან შებრუნდები და იმ წაღმიდან მოგგსოვ სათითაოდ ყველა რიგი თანმიმდევრობით სადმე ზევით არ უნდა გადახვიდე ზევიდან არ უნდა მოკაჩო და იმ დაშლის ყველა თვალს სათითაოდ ამოგგსოვ და თუ თვალი ჩავარდა კიდევ ამბობ აი ეხლა ჩავარდა ეს მე დამეკარგა დამწყები ვარ არ ვიცი და დამეკარგა ეს თვალი ახლა აქ უკუღმა თვალი ხო ნახეს და მე რო ვგსოვდი ამას ვგსოვდი მოვდიოდი ვგსოვდი და არის ხოლმე რომ შემთხვევით მქონია ესეთი შემთხვევა მეც ახლა არავინ არა ამისგან დაზღვეული სასწაულები კი არა სასწაულებს კი არ ვაკეთებთ ვინც ვიცით გსოვა ჩვენც ჩვეულებრივად ხო აი სად ვიპოვე რომ ესად ჩავარდნილა და მე უკვე სად ვგსოვ შეიძლება ეს ძაფი ახლა მე ჩავშალე და აქ დიდი ძაფია შეიძლება აქ ძაფი არ გქონდეს იმიტომ რომ გსოვდი შენ ხო და ეს მოიჭიმა აქ ასე მოიწია აი ასე რომ გსოვდი შენ აი ასე ახლა ნახე ეს ხო აქ მონაქსოვი და აღარა გაქვს გაჭიმავ ამას ცოტა არა უშავს გაწევ ამ თვლებს და აუცილებლად გამოჩნდება იმდენი ადგილი რომ შენ ის თვალი ამოგგსოვო და დაუშვათ გიძნელდება უკუღმა ამოგგსოვა შეაბრუნე აი სად არის თვითონ თვალი
აუცილებლად თვითონ თვალი არ მოიყვანო 2 და 3 ერთად არც ერთ შემთხვევაში. ახლა აუცილებლად დააკვირდი თანმიმდევრობას ეს ძაფების, რომ ამის შემდეგ ეს თვალი სადაც გაჩერდა, შემდეგი რიგი ეს ყოფილა, შემდეგი რიგი ეს ყოფილა, შემდეგი ეს ყოფილა, შემდეგი ეს. ახლა შენ რო აქედან წამოხვიდე და ეს ამოიყვანო ანეს და ჩქარა ამოხვიდე როგორმე მიაბა, აქ დაგრჩება უამრავი ძაფები და ნახე რა დაგრჩება, ასეთი რაღაცა დაგრჩება. ამიტომ დაყვები და სათითაოდ ამოიყვან, კიდევ ამბობ წაღმა თვალს, საიდანაც იქნება ეს თვალი წაღმა, რომ აი ასე შენ უფრო გაგიადვილდეს. და დაუშვათ მაინც კიდევ ამბობ, რომ არა გაქვს ეს ყაის ნაღი, აიღე ჩხირი, ეს მეორე ჩხირიც და ყველა რიგი გადაიყვანე აი ასე. და თანმიმდევრობით, აი ნახე ახლა აქაც ეტყობა ეს თანმიმდევრობა, ხო, დაყევი და გამოიყვანე ჩვეულებრივად. უნდა ამოქსოვო ის თვალი. აი ასე და გადაიყვან ახლა და ამოვიდე ეს ბოლომდე, აქ რო იყო სადღაცა დამრჩენია როდისღაც და მე ის ვერ ვნახე რომ ჩავარდა გამექცა თუ რაც ქნა, ხო, დაიკარგა. აი ახლა ამოვქსოვე მთლიანად და ამოვიდა დაჯდება აქ თავის ადგილს მონახავს ეს აუცილებლად, მე გავაგრძელებ ჩვეულებრივად ქსოვას. აი ასე და ის თვლები რაღაცა რო დაშალე და წამოვიდა ეს თვლები რაც არ გინდოდა რომ ჩამოშლილიყო, ის ბევრი ნახეთ ხო, ასე შეგიძლია სათითაოდ ოღონდ თანმიმდევრობით ყაის ნაღი თუ გაქვს მთლად უფრო ადვილია, თუ არა და ასე ჩხირებითაც როგორ გააკეთო ვნახეთ, ხო? რამდენიც გინდა დაიშალოს და ან დაგეკარგოს და ჩავარდეს და გვიან ნახო, ასე შეგიძლია ამოიყვანო, ოღონდ კიდევ ამბობ, ყველა რიგის ძაფზე უნდა ამოქსოვო ის თითო თვალი. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.